მოგესალმებით. დღეს რამდენიმე საკითხს შევეხებით. ასა ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები, ან როგორ შევაფასებთ გასულ წელს, ალბათ ასევე ვსაუბრებთ, რა ზეგავლენა ქონდა, ან შეიძლება ქონოდა პროტესტს, რომელიც ფაქტურად ოქტომბრის ბოლოდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. სხვადასხვა ინტენსივობით ბუნებრივია. 25 წლის პერსპექტივაზეც ვისაუბრებთ. ლარის კურსზე ბუნებრივია, იმიტომ რომ შემადგენელი ნაწილია ყველაფრის და ბოლო ინფორმაციაც, რომელიც პრემიერის აბუ-დაბიში ვიზიტის შემდეგ გაჟღერდა, ესე იგი 6 მილიარდიან ინვესტიციის პერსპექტივა საქართველოში. საკმაოდ დიდი ინვესტიცია ახლა უნდა ვთქვა. დავიწყებ დავიდან როგორი არის ეკონომიკის პროგნოზი 2024 წელს რა მოლოდინებია. უნდა ვთქვა, რომ ალბათ ამ დღეებში, შეიძლება დღესაც, გამოქვეყნდება საქსტატის წინასწარი მონაცემები დეკემბრისთვის ეზდის მაჩვენებელზე და ზოგადად წლის შეფასებაზე. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ განცხადდა მთავრობის მხრიდან, რომ ამ წელს ჩვენ გვექნება წლიური 9%-იანი ზრდა. აქვე აღნიშნავ, რომ ეს არ არის შემთხვევითი, ანალოგიური პროგნოზი დადო ცოტა ხნის წინ ორმა მნიშვნელოვანმა ინსტიტუტმა, კვლევითმა მათ შორის, ეს არის მსოფლიო ბანკი და გაერო. ორივე ამ გლობალური ინსტიტუტის შეფასებით საქართველოში 2024 წელს არის 9%-იანი ზრდის პროგნოზი. ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, უნდა ვთქვა. არათუ რეგიონში არის ყველაზე მაღალი, ან ევროკავშირში, მსოფლიოშიც კი არის ესეთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, ფაქტურად მეორე მაჩვენებელიც არის. ეხლა, როდესაც საუბარია ზრდის ამ მაღალ პროგნოზზე, ჩვენ ერთი რამე არ უნდა გამოგჩეს ხალხის ხედველობიდან. ეს 9%-იანი ზრდა რეალურად არის პირობითად ესე შეიძლება შევაფასოთ, აი ამ პროტესტის ეფექტის მიხედვით. იმიტომ რომ მოგახსენებათ, მესამე კვარტალში ჩვენ საერთოდ 11%-იანი ზრდა ჰქონდა და შემდეგ რაც მეოთხე კვარტალში ეს გაკვეთილად ჩენელდა, რაც მოსალოდნელი იყო ამ პროტესტის ეფექტის ფონზე. აი პროტესტის ეფექტი რო ჩვენ გამოვაკლოთ, ჩვენ გვექნებოდა არათუ 9%-იან არამედ ორნიშნავს დაც. კი. სავარაუდოდ 10-10.5%. ბუნებრივია, რომ საუბარია პროტესტის ზეგავლენაზე ეკონომიკაზე. აქ საუბარი არ არის ერთანურ დღიან გაფიცვაზე ან გამოცვლაზე, ჩვენ ნახეთ, რომ ინტენსიური იყო ეს პროტესტი, რომელიც სხვა ესე ვთქვათ, აქტივობებით გამოირჩევა, მათ შორის სამწუხაროდ რადიკალური ფორმითაც, რომელიც ყველაზე არასაცურველი ზეგავლენად წახდეს ეკონომიკაზე, მე ვგულისხმობ პროტესტის დასაწყისში საკმაოდ რადიკალურ ხასიათს, არამშვიდობიან ხასიათს ამ მიტინგების, რასაც მოყვა სხვათა შორის არასაცურველი შედეგები, მათ შორის გადაწვა პარლამენტის შენობის ან მოლოტოვის კოქტეილების გამოყენება, რადგან ბუნებრივია ადამიანები უყურებდნენ ონლაინ რეჟიმში და არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები, არამედ უცხოელებიც. ამიტომ პირველი რაც ზეგავლენას ახდენს ხოლმე ესეთი რადიკალური ფორმა და ზოგადად პროტესტები, ეს არის მომსახურების სერვისებზე, ეს არის ტურიზმი პირველ რიგში და მეორე პირდაპირ უცხოური ინვესტიციები. მით უმეტეს პირდაპირ უცხოური ინვესტიციები, როდესაც არის ხოლმე საარჩევნო პერიოდი, აი ამ საარჩევნო პერიოდში ისედაც გამოირჩევა ხოლმე გარკვეული თავშეკავებით და ელოდებიან ხოლმე ინვესტორები, რომ დამთავრდება არჩევნები, მერე ახდენენ ხოლმე უფრო ღია დეკლარირებას თავიანთი საინვესტიციო გეგმების. ამან მოახდინა ბუნებრივია ზეგავლენა და ამის გარდა როცა პროტესტი არის ამ ხასიათით, პროტესტის ეკონომიკა დავარქვათ ამ პერიოდს, ინვესტორები
არათუ თავს იკავებენ ახალი პროექტებისგან, ანუ ახალი ინვესტიციებისგან, ისინი რეინვესტირების მოცულობასაც ამცირებენ. ანუ მოგებიდან ისინი მიღებულ თანხებს ისინი არ ტოვებენ საბრუნავ კაპიტალს და გოწესი გააქვთ ხოლმე. ეს არის ძვეგავლენა, ხო, ეს ნეგატიური ეფექტი, სადაც ახლა მე ვსაუბრობ. ამიტომ მიუხედავად ამისა, ისო ჩვენ გვაქვს 9%-იანი ზრდა, ესეც ყველაზე მაღალი მსოფლიოში, მიანიშნებს, რომ ეკონომიკა არის საკმაოდ კარგ ტემპ-აკრეფილი. მე ბოლო წლებს გულისხმობ, ჩვენ ბოლო წლებში საკმაოდ მაღალი ზრდა გქონდა, ხო? ბოლო 3-4 წელი რა იყო, ტორნიშნაძის მაჩვენებლები გქონდა. ანუ ეს ტემპი, რომელიც ეკონომიკას აქვს პირობითად აკრეფილი, აჩვენებს იმას, რომ ჩვენ გვაქვს კაი პერსპექტივა. აქვე ვიტყვი, როგვივე მსოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის პროგნოზით, იგივე გააროს პროგნოზით, 2025 წელსაც ჩვენ გვექნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდა სხვათა შორის, დაახლოებით 5.5% წლიური ზრდა. ესეც არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეგიონში სხვათა შორის და ევროკავშირში. თუ ყველაზე მაღალი არა. მაგრამ ეს მაჩვენებელიც ხაზგასმამ და გავაკეთო, არ იყო შედარებით ფრთხილი, ანუ კონსერვატორული შეფასება. წინა წლებში თორსა ჩვენ ორნიშნად დაგქონდა წლის დასაწყისით პროგნოზი, ყოველთვის დაახლოებით ამ მაჩვენებელში იყო 4.5% მაჩვენებელი და ჩვენ შემდეგ ვხედავდით, რომ ზრდა იყო გაცილებით მაღალი. შალჩანაც დაახლოებით ანალოგიური პროგნოზი იყო და ჩვენ ნახეთ, რომ მიუხედავად აი ამ პროტესტის ეფექტისა, ნეგატიური ეფექტისა, თითქმის ორჯერ მეტი უფრო მაღალი ზრდა გქონდა 2025 წელს და დარწმუნებული ვარ 2025 წელს ჩვენ უფრო მაღალი ზრდა გვექნება, ვიდრე თუნდაც ეს კონსერვატორული პროგნოზია. ახლა კითხვა არის კიდე ესეთი, რაზე გავლენა შეიძლება ქონდეს ამას სავალუტო კურსზე. ზოგადად სავალუტო კურსზე ბოლო დღეებში მოგეხსენებათ სავალუტო კურსი შედარებით გაუფასურდა, რაც მოყვება ხოლმე ხშირად სამწუხაროდ საკელო ექსპერტების მხრიდან უფრო სუბიექტური შეფასებები, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ზოგადად ეს გაუფასურება შედარებით მცირედი თუნდაც არის დაკავშირებული არა ფუნდამენტალურ ეკონომიკურ ფაქტორებთან, მე გულისხმობ ვთქვათ ექსპორტთან, მომსახურების ექსპორტის ჩათვლის გულისხმობ, ან მაგალითად ფულადი ნაკადებთან, არამედ დაკავშირებული ან საგანმანათლებლო ბალანსთან, ეს დაკავშირებული არის არა საგარეო სავაჭრო ბრუნვასთან უпростоრად, არამედ დაკავშირებული არის მოლოდინებთან. ეს რომ მოლოდინებთან არის დაკავშირებული, გასაგებია, მოლოდინები მაინც არის გარკვეული გადამწყვეტი ამ ფაქტორში და ეს რომ მოლოდინებთან იყო დაკავშირებული, გარკვეული ესე ვთქვათ, ნეგატიურ მოლოდინებთან, ეს დამტკიცდა აი ბოლო 2 დღე არ იმყარდება. ანუ ეს არაფერი კავშირში არ იყო ფუნდამენტურ ფაქტორებთან, იმიტომ რომ ფუნდამენტური ფაქტორები უარესდება, ლარის კურსს არ აქვს ხოლმე ესეთი ვთქვათ, ცვალებადობა პირიქით, გაუფასურების ტრენდი არის ხოლმე მაშინ ლარი. აქედან გამომდინარე, ლარის კურსი არის სტაბილური, ყველაზე მნიშვნელოვანია, თორსა მოლოდინებზე ვსაუბრობთ, ეს არ არის აჟიოტაჟური მოლოდინი, რომელიც სამწუხაროდ იყო, აი პროტესტის სიმძაფრის დღეებში, ანუ პიკურ პერიოდებში და მაშინ მოგეხსენებათ აი ოქტომბერ-ნოემბერში და დეკემბერში ეროვნულ ბანკს მოუწია ბაზარზე ჩარევა და ინტერვენციების განხორციელება, რომ ეს აჟიოტაჟური მოლოდინი ჩაეცხრა და ჩვენ ნახეთ, რომ მისი პოლიტიკა აბსოლუტურად გამართლებული იყო და ისო დღეს კურსი არის სტაბილური, ანუ ფაქტურად მიუხედავად იმისა, რომ პროტესტის ფონი ისევე არის ქვეყანაში დღემდე სამწუხაროდ და ეს პროტესტი გარკვეულ მოლოდინებს აპროვოცირებს. აი, მყარდება ლარი ბოლო 2 დღე, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელი იმისა, რომ კურსის წევაც არ ქონდა რაიმე ფუნდამენტური ფაქტორების ზეგავლენა. ახლა არის ეგეთი შეხედულება, რომ
ინვესტიციების შემცირება, რომელიც მესამე კვარტალში იყო, რაზე გავლენას მოახდენს ზოგადად ეკონომიკას. უნდა აღვნიშნო, რომ ეკონომიკური ზრდაზე ბუნებრივია პირდაპირ უცხოური ინვესტიციები ახდენს ზეგავლენას, ისევ როგორც წმინდა ექსპორტი ახდენს ზეგავლენას, ისევ როგორც მოხმარება ახდენს ზეგავლენას, მაგრამ თუ საუბარია ეკონომიკის შენელებაზე, მაგალითად, ფედერებით, თუ რა ზეგავლენა შეიძლება ამას ჰქონდეს ლარის კურსზე ან ქონოდა. აქვე ვიტყვი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის, თუ როგორი არის იმპორტის მაჩვენებელი. ჩვენ თუ ნახავთ საგარეო სავაჭრო ბუნების ბიურო მონაცემებს, იმპორტის მაჩვენებელი შემცირებულია. ან როცა იმპორტი შემცირებულია ეკონომიკის შენელებასთან ერთად, ეს ბუნებრივია მხოლოდ პოზიტიურად აისახება ლარის კურსზე. ანუ უფრო ნაკლები ვალუტის გადინება ხდება ამ პერიოდში. პირიქით, როცა იმპორტი იზრდება, ბუნებრივად უფრო მეტი ვალუტა გადის ქვეყნიდან. ანუ საგანხმდელო ბალანსი ამ შემთხვევაში ლარის მხარეს არის და ლარი ამიტომაც საკმაოდ სტაბილურია და ეს დღეებია ამ გამყარების ტენდენცია. ეხლა როგორი იქნება 2025 წელს ლარის კურსი? დამოკიდებული გარკვეულწილად არის გლობალურ ფაქტორებზე, მათ შორის დოლარზე. ჯერ კიდევ არ ვიცი ჩვენ დოლარის ქცევა როგორი იქნება, არის სხვადასხვა მოსაზრება, რომ ტრამპის ეკონომიკური პოლიტიკა გამოიწვევს დოლარის გამყარებას და ბუნებრივია, როცა დოლარი გამყარდება, მას ზეგავლენა იქნება სხვა ვალუტებზეც, მათ შორის ლარზე. ეს არის წმინდა თეორიული მსჯელობა დღეისათვის და აქ ამიტომაც არ მინდა ამ თემის გავრცელება. ლარი ყველა მონაცემით, როცა არის და მაღალი, როცა ფუნდამენტური ფაქტორები არის სტაბილური, ლარის ქცევაც არის სტაბილური. ეხლა თვითონ ინვესტიციების მაჩვენებელის იყო საუბარი, რომ აი შემცირებული იყო მესამე კვარტალში აღვნიშნე და ალბათ მეოთხე კვარტალშიც არ არის ჯერ გამოქვეყნებული, რაც ეხება შემცირების ტენდენციას შეიძლება არც იმდენად, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი ახლა მოხდა. ანუ მე როცა ვთქვი, რომ ინვესტორებს გარკვეული სიფრთხილე ახასიათებთ არჩევნებამდე პერიოდში, მით უმეტეს როდესაც გარკვეული პროტესტი არის ხოლმე ამ პერიოდის თამდევი, ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნების შემდგომ ინვესტორი რა გადაწყვეტილებას იღებს. ანუ როგორ ფასდება პერსპექტივა ქვეყნის განვითარების. და ჩვენ ნახეთ უპრეცედენტო შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და აბუ-დაბის ერთ-ერთ უმსხვილეს, ესე ვიტყოდი, დეველოპერ კომპანიას შორის, რომელიც არის არა რაღაცა უბრალოდ დეველოპერული კომპანია, ან ცნობილი, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დეველოპერული კომპანია, რომელსაც აქვს საკმაოდ მაღალი სტანდარტები დაწესებული, მე ხარისხს გულისხმობ საერთოდ ამ სფეროში და თვითონ ამ ინვესტიციების მოცულობა 6 მილიარდამდეა საუბარი, ესეც უპრეცედენტოა, უნდა ვთქვა. ესეთი დიდი ინვესტიცია არათუ ერთჯერადი არ შემოსულა. არადო საქართველოში ერთი ინვესტორის მიერ, ამიტომ ბოლო წლებში ჩვენ რო გადავხედოთ ჯამურად, აი როცა ამხელას დაკონდა, ჯამშიც კი არ იქნება 6 მილიარდი ინვესტიცია ქვეყანაში შემოსული. აი ბოლო 3 წელიწადს გულისხმობ მაგალითად. 3-4 წელიწადს თუმცა მაღალი დაკონდა ეკონომიკის. რას ნიშნავს ეს? პოლიტიკურად ეს ნიშნავს იმას, რომ ინვესტორების განწყობა ქვეყნის პერსპექტივისადმი, მომავლისადმი და ხალხის სტაბილიზაციისადმი არის ძალიან პოზიტიურ ტრენდში. ანუ ინვესტორები აქ არანაირ არეულობას, ან დესტაბილიზაციას, ან ხელისუფლების ცვლილებას არ ელოდებიან. სხვა შემთხვევაში არც ერთი ინვესტორი ამხელად თანხას უბრალოდ ქვეყანაში არ დააბანტებს და არ მიიღებს ამ სარისკო გადაწყვეტილებებს. ესე იგი, მოლოდინი არის ამ შემთხვევაში პოზიტიური. როცა თქვი მსოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის პროგნოზიც, რომელიც არის 5.5 პროგნოზი, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი. ესე იგი, არც საერთაშორისო ინსტიტუტები, იგივე მსოფლიო ბანკის სავალუტო ფონდი ან გაერო, აქ არ ელოდებიან რაიმე დესტაბილიზაციას ან არასასრულო პოლიტიკურ პროცესებს. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში პროგნოზი იქნებოდა არა 5.5%, არამედ იქნება გაცილებით დაბალ მაჩვენებელს და შეიძლება 1%-იც კი გააჩნია ეს პროგნოზი რას ეყრდნობა, ანუ რა ფუნდამენტს ეყრდნობა და რა პერსპექტივას ეყრდნობა. ანუ ინვესტიციები არის ხოლმე
კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების თავისებური ინდიკატორი. როცა ინვესტიციების მოცულობა იზრდება, ეს ნიშნავს, რომ მომავალი პერსპექტივა ქვეყნის განვითარების არის მხოლოდ პოზიტიური შეფასების. აი ესე უნდა შეფასდეს ეს 6 მილიარდიანი ინვესტიცია პოლიტიკურ ჭრილში და რაც შეეხება ეკონომიკურ ჭრილში. არანაკლებ მნიშვნელობა აქვს. როცა ამხელა ინვესტიცია შემოდის, თუნდაც ერთ დარგში, თუნდაც სამშენებლო ბიზნესში, მას ყოველთვის აქვს ხოლმე თავისებური სინერგიის ეფექტი. ანუ ეს ეფექტი განანაწილდება ერთი დარგიდან სხვა დარგებზე, იმიტომ რომ წარმოუდგენელია მშენებლობა ბევრ მინიმუმ ბევრ ფაქტორთან არის. დაკავშირებული არის ეკონომიკის სხვა დარგებთანაც და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თუნდაც ტურიზმთან დაკავშირებულია, იმიტომ რომ თუ საუბარი არის აქ სასტუმროების ქსელზე ან მულტიფუნქციურ დაგეგმაზე, ეს ბუნებრივია ტურისტული ინფრასტრუქტურის ბუნებრივი ნაწილი ხდება მომავალში. და კიდევ ერთი ფაქტორი, რომელზეც უნდა ხაზი გავუსვა, ანუ ჩვენ პერსპექტივას, ეს არის ანაკლის პროექტი, რომელიც ამ წელს დაიწყება, უკვე სერიოზულ ფაზაში შევა. ესეც არის ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტი უახლოესი წლების და შემთხვევით არ იყო, რომ თვითონ ანაკლის პროექტის ერთ-ერთი კონტრაქტორი ხარის წარმომადგენელთა შეფასება ბელგიურ კომპანიას გულისხმობ, რომელიც არის ამ ტენდერის გამარჯვებული. შეფასება, რომ 10 წელიწადში საქართველოს ვეღარ იცნობთ. ანუ 10 წელიწადში საქართველო იქნება აბსოლუტურად სხვა ეკონომიკურ განეცემ. აქ გულისხმობ ეკონომიკურ ზრდასაც, ერთსულ მოსახელზე შემოსავლებსა და ცხოვრების დონესაც. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უახლოეს წლებში არათუ 10 წელიწადში, თუნდაც 2030 წელს ყველა პროგნოზით, ისიც კონსერვატორული სხვათა შორის, ერთსულ მოსახლეზე გვექნება მთლიანი შიდა პროდუქტი სავარაუდოდ $15,000-მდე და გასაგები რომ იყოს, ეს არის საშუალო მსოფლიო მაჩვენებელზე მაღალი, რომელიც თუნდაც დღეს არის დაახლოებით $13,000 და ეს არის ევროკავშირითაც რო შევაფასოთ. იქ არიან გაცილებით მდიდარი შემოსავლის ქვეყნები და გამიქ არიან ნაკლები შემოსავლის ქვეყნები, ჩვენ გვექნება აი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. ანუ პერსპექტივა ამ კუთხითაც ქვეყანას აქვს კარგი და ბუნებრივია ყველა ის პროცესი, რომელიც შეიძლება წავიდეს თუნდაც პოლიტიკური რადიკალიზაციისკენ, აი იგივე ამ აქციების განცობას გულისხმობ, რომელიც ითხოვს ვადამდელ არჩევნებს და ანუ გარკვეულ დაპაუზება ქვია სხვათა შორის, ვადამდელი არჩევნები, როდესაც ესეთი ქუჩიდან ხდება, ან ქუჩიდან ზეწოლით ხდება, არანაირი პოზიტივი არ მოუტანია. მით უმეტეს იგივე ჩვენ ხედავთ საქართველოს დელეგაციის ვიზიტ სტრასბურგში, პასეს სესიაზე, რომელიც გაგრძელდება, იგივე ქალბატონ თეატოლუკიანის გამოცვლას და კომენტარებს. ამ თემის რაც შეიძლება მალე მოხსნა, ისევე ეკონომიკისთვის იქნება პოზიტიური, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ აღნიშნავ, ზოგადად პროტესტის ეკონომიკა არსად ერთ ქვეყანაში არ არის ეკონომიკისთვის პოზიტივის მატარებელი. პროტესტის ეკონომიკა არის იგივე კრიზისული ეკონომიკის ერთ-ერთი ფორმა. და პროტესტის ეკონომიკა ის რომ ჩვენმა ეკონომიკამ, აი ხალხი უნდა გავუსვა ამ ფაქტორსაც. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროტესტი დღემდე გრძელდება, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი აჩვენა, ეს აჩვენებს, რომ ადაპტაცია ფაქტიურად ამ ეკონომიკამ გაიარა. რატომ? იმიტომ რომ ეკონომიკა საბოლოო ჯამში რას წარმოადგენს? წარმოადგენს ფიზიკურ და იურიდიულ პირების განწყობებს და ესე ვთქვათ, მომავლის ხედვას. ანუ მათ შეხედულებას მომავალზე, ინვესტიციებზე და ამ შემდეგ. ამიტომ ეს პროტესტის ეკონომიკასთან ადაპტირება ჩვენ ფაქტიურად მოვახდინეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს პროტესტი თუ წავა რადიკალიზაციისკენ, მას არ ექნება უფრო მეტი ნეგატიური ზეგავლენა. ასე რომ ხოლმე მომავალს ვუყურებ პერსპექტივით, პოზიტიურად შევხედოთ და იმედი ვიქონიოთ, რომ
2025 წელსაც ჩვენ გვექნება ეკონომიკის მაღალი ზრდის მაჩვენებელი, სტაბილური სავალუტო კურსი, რაც და გაზრდილი ბუნებრივია ჩამოსავალი.